სახელიდან მამისადა და ძისადა და სულისა წმინდისადა. ახლოვდება აღდგომა და აღდგომა ყველას მიხარია, მაგრამ ყოველთვის უნდა გვასწორდეს თუ რა გადაიტან აღდგომა აღდგომამდე საშინელი ჯვარცმა წამება და ხსოვნამდე რას ისწავს. ყოველდღიურად გაიხსენებ თუ რა წამება გადაიტან აღდგომა მერე შენ თავში შეეწინამდეგი ცოდვას და ეს საკუთარ თავში ცოდვების შეწინააღმდეგება ხდება მანამდე სანამ ადამიანი არ გადაიცვლება და მადლობა ამას რომ გვაქვს აღსარება ზიერების საიდუმლოება და ზოგი იმიტომ იზრდება რომ აღდგომისას ასწავლიან შობა ამიტომ რომ გაუგიარო კარგია მაგრამ ვინც კითხულობს ზიერების უწევს აწერია საკუნდებად და დასაჯლად საკუნდებელი ის იქნება როცა შენ გადაწყვეტ დანარჩენი ცხოვრების წესი წლები გაატარო სინანული კიდე რა არის როცა შენთვის პასიულობა არის სახარებაში წმინდა წელში და რას გეუბნება ეს სახარება როცა მოინათლეო ეს აუცილებელი პირობა ზოგი კიდე არ ნათლავს ბავშვს იმიტომ რომ ნათლია არ არის არ აქვს შვილობა სად არის ნათლია ან სუბის პული არ აქვს ესე უცოდინარობა აუცილებლად უნდა ბავშვი მოინათლოს რომელსაც დღეს თუ ცუდად არის პირველ დღეს შეიძლება რამდენი შემთხვევა მქონია რომ გამონებულა ბავშვი ნათლობით ასევე რამდენი შემთხვევა მქონია გამონებულა ადამიანი აღსარება ზიანებით ექვიდან ჩამოწერილი ფეზე დამგარა 7 ზეთისხებით 7 ზეთისხება იქნება ამ კვირას და ამ კვირასაც თუ მოხდა ჩვენ მონასტერში 10 წელიწადია და 12-ის ნახევრისთვის და ზოგი ამბობს რომ ახლა საჭიროა თავარია გული თავარია სიყვარული რა თქმა უნდა თავარია სიყვარული ღმერთის იმიტომ რომ ეშმაკზე ნათქვამია არ ჯამს არ სვამს არ ძინავს მაგრამ არის ღმერთის მტერი მაგრამ მარხვა რატომაა საჭირო თუ გინდა რომ არ იმუშო თუ გინდა რომ ასე იგი ცოდვაში არ იყო ამისთვისა მარხვა საჭირო იმიტომ რომ მარტო ცოდნა რომ არ იმუშო ცოდვაში არ ჩავარდე არ არის საკმარისი აუცილებელია მარხვა და ლოცვა რომ სული განაგებდეს ხო და რა შეწევი შენ ცხოვრებას და რას მიდებით დღეს ყოველთვის გასწორდეს ვიცხოვოთ ანგარების გარეშე ანგარების გარეშე თუ იქნება მთავარი ცხოვრებაში მაგრამ არასდროს არ შემოვა შენ შული არასდროს არ შემოვა შენ სიზუვილი უმეტესად შემთხვევაში ეს რაც ხდება ბროდება და რაც მოხდა როცა ხდება და მატერიალიზმის გამო მაგრამ ხშირად მოგვაც მაგალითად რუსულებისა ღარიბები და შემადგენლობა ადიდებდა ღმერთსა ხშირად მოგვაც ვინაგების მაგალითად საშინელ წამებაში იყო მაგრამ არ გაბუროდებულა არა მარტო ღმერთისადმი არამედ იმ ადამიანის ვინასაც წამებდეს ხდება მადლი და ეს მადლი არ მოგაგოთ ღმერთმა ჩვენთან არის ღმერთი